ახლა იცით რას ვფიქრობ? სად დაჯდება ჩემი სტუმარი? და ვინ არის ჩემი სტუმარი? ვისი სტუმარიც მე ამ გადაცემაში ადრე ვიყავი. აი ასეთი უცნაური დღე გვაქვს დღეს ფაბრიკაში. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ. მოკლედ მე მინდოდა იბერიაში დღეს ერთგვარი დეჟავიუ მომეწყო თქვენთვის და ძალიან სასიამოვნო. საქმე იმაშია რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან იბერიის ყოფილი წამყვანები. ოღონდ პირველ ნაწილში ლალი მოროშკინა და მეორე ნაწილში თემო საჯაია, რომელიც ვერიკო ტურაშვილთან ერთად გვეწვია და თანაც საახალწლო სიმღერის, რომელიც თვითონ შექმნა და ანრი ჯოხაძემ კლიპი გადაუღო, აი ამ ყველაფრის მოკლედ ტრანსლირებით ჩვენს ეთერში. წინა საახალწლო განწყობა გვაქვს ნამდვილად და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ლალი მოროშკინა დღეს არის ფაბრიკაში თქვენი და ჩემი სტუმარი და ძალიან საყვარელი სტუმარი. აი ამას წარმოვიდგენდი ხა ოდესმე? ან შენ წარმოვიდგენდი ოდესმე? მაშინ როდესაც პირველად დაიწყე გადაცემა და ფაქტობრივად პირველ გადაცემაში რომ შენი სტუმარი ვიყავი, გახსოვს? როგორ არ მახსოვს? მე კარგი ფეხი მაქვს ზოგადად. მადლობა. აშკარად კარგი ფეხი გაქვს. შენ ბაქრო დავჯდე? კი. ჩვენ ეს გზადაგზა რომ ვიკეთებ რაღაცა. თელმა საქართველოს იცის რომ კაი ფეხი გაქვს. რა სადაც წაიღე, სადაც წაიღე ნიკოფსიდან და რუბანდამდე. იცი რა მაგას ყოველთვის მოვასწრებ. მოვასწრებ, ან მანდილი. ხო რას გსოვდი? არა, ხო მანდილო რაღაც ხო შალის და მე სეზონი იყო. ცუდი ხელებში ოფლები გამივიდა და შენ ხონდა ხოლმე ყავა და წყალი და მე დავამატე ჩაი ამ ყველაფერს. კარგი, ანუ რაღაცა ისეთი ყავას. ყავას ძალიან. მომისმინე. აბა მითხარი რომ დედა რა სილამაზე გაგიკეთებია, ხო? ნუ ნაძვის ხე გვაქვს საახალწლო განწყობა და რა ვიცი. ბიჭები, ჩვენები, კარგები. ჩავამთავრეთ ეს ის აშინელი ხმა კიდე სეზონი ყავს. არ გესმის კაცო ჩემი? შენ არ ჩემი ხმა არ გესმის? შენი ხმა ხო იცი რომ ჩემი ხმა. ჰალო. ხოცავდით ერთხელ. ხოცავდით ჩვენ საერთოდ არავინ, იმიტომ რომ რაღაც იდილია გვაქვს. რატო ვერ გავიგე? რა ვიცი, აი იცი რა მაყურებელს ყოველთვის მოწონს, როდესაც რაღაცა ხდება. ის კი არა მე მახსოვს, როდესაც მე ამ გადაცემიდან წავედი, იმიტომ რომ რაღაცა კარგ პროექტს დავთანხმდი, მოკლედ მტრულ ქვეყანაში, ახლა შემომივარდება ხმა და მოსკოვში წავედი მოკლედ დასმა პირდაპირ დაიწყე. ხო, იცი კი ცოტა. და ვთვლიდი რომ რაღაცა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრმა ვერ გაიგო მაშინ და მახსოვს. აუ, რა შენ და გასვიანი, შენ წახვედი, გასვიანი მოვიდა, იბერიაზე იჩხუბეთ, როგორ წამოხვედი და იცი ადამიანები ვერ ხვდებიან რომ აკეთებ რაღაცა პროექტს, მე გადადიხარ სხვა პროექტში და ეს არის ნორმალური ტელევიზიის სულად ნორმალური იცი რა, შენ ისე წახვედი რომ ხო რაღაცა ძალიან ისე ჩვეულებრივად მოხდა ეს ამბავი. ერთ ჩვენი ერთ დღეს გავიგე რომ არიყავი ჩვენთან. მე ხშირად გწვდი ხოლმე, გახსოვს რომ შეგეცვალე, იმიტომ რომ ჩემთვის რთული იყო ყოველდღე წაყვანა და ძალიან დიდი მადლობა, მაშინაც მეხმარებოდი. ჩემი ჯვირფასო ხმა, მესმის. ვინამდე სანამ მოვაღწიე მოვიდა ჩემი ხმა თქვენამდე, იმდენი საინტერესოა მეთქვა. ფეხებით მინდა დავიწყო რა, კაი ფეხი მაქვს. კაი ფეხი რო გაქვს თელმა საქართველოს მიცის. აბა ადექი ერთი დაგვანახე შენი შოლტივით ფეხებით რო ვა, როგორ გამხდარი აი მე რაც თქვენგან წავედი დამამშიეს. არა, ეგ ჩtildeოეთის დამსახურება არ იქნება ახლა იქ გადასულ. არა, ეს ქუთაისის დამსახურება. დედამიწირეს. ხო, რა შვები ლალი? რა ვიცი, აი, რა შვები და პოლიტოლოგო რუსეთის არხებზე, სადაც საქართველოზე ცდილობ ბევრი კარგი თქვა. ახალი გადაცემა გაქვს? არა, მათ გადაცემებში დავდივარ როგორც საქართველოს წარმომადგენელი და ვამბობ როგორი მაგარი ქვეყანაა, როგორი განვითარებული მათგან განსხვავებით ქვეყანაა, როგორ ყველა მიმართულებით ძალიან მაგლა ვითარდები და სხვათა შორის რომ მეგონა რომ ამოჭრიდნენ, იმიტომ რომ ერთი რამე იცოდეთ, რუსეთში არაფერი არ გადის პირდაპირ ეთერში. ეხლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ პირდაპირ ეთერში და ყველაფერი მოსალოდნელია, არც ერთი გადაცემა არ არსებობს. გადაცემას რომელსაც ქვია პრიმო იფირ, ისიც კი ჩანაწერში გადის. და რომელსაც ქვია ჟივოი ზვუკ, ესეც ყველაფერი, არა ყველაფერი ტყუილია, იმიტომ რომ რატო, იცი, ცენზურა იმდენად მაგრად მუშაობს, რომ ცდილობენ რაღაცა არ გაიპაროს და მე რომ მეგონა რომ ჩემი ბევრი ფრაზა იქნებოდა ამოჭრილი, ხო, მე რომ შევხედე ეთერს ამოჭრილი არ ვიყავ. ისე გილაპარაკია ჩემო ლალი რომ პუტინს მოსწონს თურმე და არჭრიან არა. იცი რა, საპუტინად ნაკლებად ვილაპარაკე ჩვენ პატრულზე, ჩვენ პოლიციაზე, ტაშები ვაკროვინე, საქართველოზე, ტურიზმზე და ვუთხარი რომ
მიშაზეც ილაპარაკე, მიშაზეც ახლა. მიშა ხო იცი? მიშა. მიშა არის ჩემი მუდმივი თემა, მეცაც გეტყვი, ხა კაი ამბავს მოგიყვებით ექსკლუზიურად თქვენ. მოკლედ, ისმენ, მიშას დაბადების დღე არის 21 დეკემბერი და უკრაინაში როგორ სუფრა. მიულოცე, მე მიულოცე მერე ჩემი მომოყევი კეთილი ამაზე, რჩევებით. რა. და ვთვლი რომ ის რჩევები ნამდვილად კეთილია. უკტებად რომ მიულოცე. ხო, და მოკლედ გადასცეს ჩემი წიგნი. ეხლა, ანუ 21 რიცხვში ერთ-ერთმა უკრაინელმა ჟურნალისტმა აჩუქა ჩემი წიგნი, რომელიც გამოვიდა რუსეთში და ქართულ ვერსიაში წიგნს ქვია მე პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი და რუსულ ვერსიაში ცოტა ისეთი მოკეთ სათაურია გამოდის რომ მე ვარ მსოფლიო ჩემპიონიც და მე ვარ პრეზიდენტიც და რო აძლევენ წიგნს რომ Я президент и чемпионат Я мира. ჩემპიონ მირა პრეზიდენტ ვიხდი აი რაღაცა სიტყვების თამაშია მაგრამ გამოდის რომ ყველაფერი აძლევენ რომ ეს ვაი თქვენზე ლალი მარშკა ეს ციგნიო ცით რაზეაო რომ ლალიო უყვარდაო ერთ მსოფლიო ჩემპიონსო მართლა და მოუყვა წინარსი ხო ძალიან კეთილად და ძალიან კარგად ხო ვიცი მე ქართულად მაქვს წაკითხულიო და იმ ციგ ოღონდ თქვენო არ ჩათვალოთ რომ მსოფლიო ჩემპიონი მე ვარო ის სხვა კაცი იყო და მათ რომანი გონდათ მოკლედ ასე იჭორავა კარგად ისე ლალი ეხლა გიორგი როგორ მონატრები ხარ ჩვენს ხომ აი რა მინდა გითხრა ეხლა გულწრფელად ხო ლაპარაკობ და შენ სხვა პრობლემები რა ხო და აი ოდესმე მიშას შენს მიმართ როგორც ქალის მიმართ ქონია რამე სიმპათია ან რაღაცა ესეთი დამოკიდებულება აი როგორც შენ არ ქონია ჩემს მიმართ როგორც ქალის მიმართ იმიტომ რომ მე და შენ ვართ მეგობრები დიდი ხნის სალამ მეგობრები გავხდებოდით კაცო აი მე სულ მეგობრები ვიყავით რაც თავი მახსოვს და რაც მიშა მახსოვს მაშინაც სულ მეგობრები ვიყავით და სულ ასე ვთქვათ გულშემატკივრობდა ჩემს რომანს ჯერ ჩემს მეუღლესთან რომელიც მისი კლასელი იყო იმიტომ რომ სულ მწყინს კაცო ისედაც არა ვარ მთლად ნორჩი და კიდე მიშას კლასელი ხარ რომ ამბობენ ნერვები მეშლება კიდე 2 წლის მაბერებენ რეალურად ხო ჩემი მეუღლე და ის იყვნენ კლასელები ხო რა არის იცი მე არა ვარ ადამიანი რომელიც რაღაცაზე ბოღმას გულში ატარებს არა და მორიელი ხარ რანაირად არა ხარ ბოღმიანი ლარ ხო იცი ხა ჩემ Facebook-ზე მე მგონი წევს სრულად საქართველოს ერთხელ მაინც რამე ბოღმიანი დამიწერია აი ერთხელ მაინც ყოფილა ვინმეს მიმართ რაღაცა ბოღმიანი ყოველთვის ვამბობ რომ ეს მომწონს ეს არ მომწონს იგივე მიშაზე როცა ვლაპარაკობ ვთვლი რომ ბევრი მისი ვითომ გულშემატკივარი რომელიც აკეზებს რომელიც რაღაცა რეალურად უბსკულთან დამდგარს კიდე ხელს კრავს ხოლმე მე ვეუბნები რომ აი ეს გზაჯობია შენთვის მოდი ამ გზით წამოდი ვის არ ეშლება ხო მithumetes ადამიანი ვინც რაღაცას ცდილობს გააკეთოს ეშლება ბევრი შეგეშალა ბევრ ბოდიშს მოიხდი მაგრამ ბოდიში არის ხოლმე გამოსავალი რა სიტუაციიდან არავინ არ ვარ შეუცდომელი და არავინ არ ვარ შენ შოუდან შოუში საუბრობ ამ თემაზე. ისე რომ უკვე ვეღარც მოვასწარი რომ ჩვენთან მოსულიყავი და ამაზე კარგად გვესაუბრა ჩვენ. როდესაც გაგიკვირდება და რუსთავი 2-ზე ვსაუბრობ ამ თემაზე და მე სხვათა შორის თავად გამიკვირდა როდესაც ამ თემაზე სასაუბროთ მიმიწვიეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ მე არასდროს აუგი არ დამცდენი არც რუსთავი 2-ზე, არც რომელიმე ტელეკომპანიაზე, არც რომელიმე ჟურნალისტზე. ეს არის აი ჩემთვის წმინდათა წმინდა ჟურნალისტის პროფესია. და მე ასეთი ხმებიც გავიგე რომ ლალი მოროშკინა დადის მოსკოვში და მას ამისთვის სპეციალურ ჰონორარს უხდიანო. მე კი არ მიხდიან ჰონორარს. ყველა სტუმარი რომელიც მიდის კონტრაქტს ხელს აწერს რომ ის თანამშრომლობს 9 საათის განმავლობაში ან 1 საათის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკა რომელიც რუსეთში კი არ არის მარტო ამერიკაში წესია, საფრანგეთში წესია. ანუ ისე შეხარ სტუმარი მიწვეული სხვა ქვეყნიდან ჩადიხარ, უნდა უზრუნველყო შენი გზა და ყველაფერი. ნებისმიერ ქვეყანაში. თან რა არის? აი მაგალითად მე როდესაც შემოვდივარ შენთან ეთერში, მე გარეთ უნდა მქონდეს კონტრაქტზე ხელი მოწერილი. კონტრაქტზე ჰონორარი ახლა? აუცილებლად. ბევრი ნული აქვს შიგ. არ არის ბევრი ნული, საკმაოდ იცი როგორი სიმბოლურია? ხა თუ ჩავთვლით როგორი სიხშირი დადიან იბერიაზე სტუმრები და ზოგი მე მგონი ცხოვრობს უკვე აქ, ხო? ფაქტიურად შეუძლიათ სხვა სამსახური არ კონდეთ. და ასე ცხოვრობენ რუსეთში პენსიონერები, ეხლა ცხოვრობენ ესე გადაცემაში. დიახ ანაზღაურებას ხო არ ითხოვ შენც ქართული ტელევიზიებისგან ძალიან ხშირად მომისმენია ჩვენი ასე ვთქვათ ვარსკვლავებისგან და სრულიად მართებულად რომ მათ რომ ყველა ინტერვიუში გადაუხადო მილიონერები იქნებოდნენ რაც ძალიან კარგი პრაქტიკაა. არა, სხვათა გახსოვს არტიმედი რომელმაც ვერ გაამართლა ლალი საქართველოში და ეს ვარსკვლავები არავის აღარ აღწევდა ბოლოს. რატომ იცი ჩემო კარგო პატარა ქვეყანა ვარ ჩვენთან
რა უნდა იშოვოს ტელევიზიამ იმდენი რომ კიდე სტუმარს უხადოს ხო ეს არის დიდ ქვეყნებზე დიდ ბაზარზე გათვალისწინებული აღმოჩნდა რომ ჩემმა შვეიცარიელმა სიძემ შემდეგ მის მეგობრებთან ერთად აღმოაჩინეს რომ მე აი რუსულ არღზე ძალიან კარგად ვილაპარაკე საქართველოზე და სამწუხაროდ ყოველდღე ეთერში ვზივარ აქ თითქმის სხვადასხვა არღზე და ჩემი გადაცემა მქონდა აგერ მაგრამ არ ცოდნიათ ის რუსული არხები გადის მთელ მსოფლიოზე შესაბამისად იმხელა აუდიტორია რა არის თავარი სათქმელი როდესაც მიდიხარ ახლა ჩვენ ხო არ მოვყვებით თელ ток-შოუს ყველას არც აქვს ნანახი ხო იცი რა არის რა არის შენი ამოცანა მამოძრავებელი როდესაც მიდიხარ და საკუთარ ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობ პირდაპირ სახალხოდ ღიად გასაგებია რომ შენს ქვეყანაზე ცუც არ ამბობ ამაში არც არავინ გადანაშაულებს მაგრამ არის თუ არა ეს რაღაც ისეთი რაც მაგალითად მე ერთ ფაქტს სულ ვიშველებ არიან ქართველი რეჟისორები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ ოპოზიციაში, იბრძოდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ, ისინი ჩადიოდნენ რუსეთში მიწვევით და დგამდნენ სპექტაკლებს და ყვებოდნენ ისინი, როდესაც ცუც ამბობენ მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც მე პირადად პიროვნულად ვერ ვიტანდა მეზიზღებაო, ამბობდა ერთი რეჟისორი, მე იქ ხმალ ამოღებული ვიცავ და არავის არ ვაძლევ უფლებას საკუთარ პრეზიდენტზე რაღაცა ესეთი აუგადმოხდეს. ეხა მე გეტყვი. აი შენ რა პოზიციას იჭერი? ეს არის როგორი იცი რა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა რომ მე არ ვიტყოდიო არაფერსო თქვათო ჩვენ პრეზიდენტიო და მუშაობს ყველაზე პროპუტინურ არღზე და პუტინისგან პირდაპირ იღებს ხელფას ეს არის წვილი ხო რა თქმა უნდა ხა როდესაც მუშაობ პუტინის არღზე და ამბობ რომ მე არ ვიტყოდი მიშაზე თუ რუსეთში მოღვაწეობს ქართველი ხო და ასე ჭირთ ხა როგორც ხა ყველა ცნობილი ნუ რამშობა ხო ცნობილი მომღერლები ცნობილი მოცეკვავები რომლებიც ამბობენ ჩვენ ესე არ ვიტყოდით მაგრამ იცი რა თქვენც არჩ გეკითხებათ არავინ მე პოლიტოლოგი ვარ იქ და დავდივარ და მეკითხებიან შესაბამისად მე ვამბობ რომ კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრია რომ დღეს საქართველოში დაბალანსებული პოლიტიკა აი რა დაბალანსებაზე ლაპარაკობ კეთილებს იგინება რა მოიცა ერთი წუთი მე იმას ისინიც უყურებენ ეხლა უყურე შენ როდესაც ჩადიხარ არჩევანი უნდა გააკეთო რაღაცას და რაღაცას შორის მე მირჩევნია გავაკრიტიკო ოღონდაც ძალიან კონსტრუქციულად მიხეილი და ვთქვა რომ განსხვავებული სიტუაცია ეხლა და შევაქო საქართველოს ხო მე როგორ ფიქრობ საქართველოს რამეს ცუც ვიტყვი მით უმეტეს მოქმედ მთავრობაზე არასდროს ხო მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვი მე არასდროს არ ვათქმევინებ არავის ცუც სანდრაზე რომელსაც ულანძღავ შეიძლება ამ საქართველოს სტუდიაში მაგრამ რუსეთში მე ვამბობდი როდესაც მაწვებოდნენ რომ აიო მასო ვიღაცები ყავსო და აი მაქსაკოვა რომელიც დღე-დღეზე ცოლად მოყავს ძალიან ცნობილი ქალბატონია რუსეთში ცხოვრობდა ეხლა უკრაინაში მომღერალია ოპერის და მე ვამბობდი რომ არ არსებობს მას იმდენად მაგარი ცოლი ყავს ძლიერი გვერდში რომ ის არ გაცვლის მას და ამაზე იყო დაბოღმილები იყვნენ კიდე ერთხელ მე სანდრა შეიძლება გავაკრიტიკო აქ მაგრამ იქ ის არის ჩემი ყოფილი პრეზიდენტის პირველი ლედი და იქ ვიტყვი მასზე ყოველ შემთხვევაში აუქს არ ვიტყვი და ის რომ მე სააკაშვილის პოლიტიკას ვაკრიტიკებ ეს ძალიან ნორმალური მდგომარეობა ისევე როგორც შევარდნაძის პოლიტიკას რომელიც მათი მინისტრი იყო სხვათა შორის საგარეო საქმეთა ვაკრიტიკებ ესეც ნორმალური მდგომარეობა თუ საკრიტიკებელი იქნება იცი რა ექსებზე უფრო შეიძლება თქვა მაგრამ არასდროს არ ვიტყვი მოქმედს ეხლა როგორ ფიქრობ მე არ მქონდა შესაძლებლობა მით უმეტეს სააკაშვილის რეჟიმის დროს მოსკოვში მოხვედრის რამდენიც გინდა იმდენი წინადადება მქონდა 101 პასპორტი უნდა გადამეხია ქართული და რუსული ამეღო და სხვათა შორის ვინც ბევრს ლაპარაკობს იმათ ყველას რუსული პასპორტები უდევს ჯიბეში ჩემგან განსხვავებით მაგრამ მე არ დავთანხმდი არც ერთხელ განსაკუთრებით შემოტევა იყო როდესაც ღვინოები გადააქციეს და აი მთელი უბედურება მოხდა და ღვინოები აიკრძალა და მაშინ არ ჩავედი როდესაც მიშაზეა საუბარი და შეკითხვებს სვამენ ახლა ის უკრაინაშია ხო უკრაინაში აქტიურობს და აქედან გამომდინარე ინტერესს წარმოადგენს რუსეთისთვის უკვე სხვა კუთხით როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არა უკვე აღარ როგორც საქართველოს პრეზიდენტი არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის რომელსაც რო აჩვენონ რომ აქვს ძალიან ცუდი ვითომ ნუ ცუდი წარსული თქვა საკუთარ ქვეყანაში განვლილი და ნუ ეს ირჩევა ხოლმე ხო ток-შოუებში და აი როდესაც ოკუპაციის თემა მიდგება ომის თემა მიდგება აი ამ დროს როგორი ხარ შენ ამ დროს მე ნათქვამი მაქვს რომ სააკაშვილი თქო მე პირდაპირ მაქვს აი ზუსტად ამ მონაკვეთზე
ვამბობ, რომ მე მეგონა რომ ამოჭრიდნენ და არ ამოჭრეს. მე ვუთხარი, რომ რუსეთისთვის ასეთი მაამებელი პრეზიდენტი, როგორც იყო სააკაშვილი, საქართველოს აღარ ეყოლება, იმიტომ რომ აი ის რაც მოხდა და რა უბედურებაც მოხდა და რა გაუგებრობაშიც აღმოჩნდა და რასაც საქართველოსთვის ომი ერქვა და თქვენთვის საკონსტიტუციო სამართლის აღდგენა, ჩვენ დავკარგეთ 160 სოფელი. და დარბაში ძალიან ბევრმა არ იცოდა, რომ ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებს. ანუ ქართველებისთვის არის სავიზო რეჟიმი, რუსებისთვის არ არის. მე იცი რა არის, კარგად ვიცი, რუსეთში მათ ხო არ ჭირდებათ საქართველოს შემოსასვლელად ვიზა. ჩვენ ჭირდებათ და ეს არის და ძალიან რთულად არის ხო? ძალიან რთულად. ჩვეულებრივმა მოსახლეობამ არ იცოდა. ანუ მე მუდმივად ვამბობ ამაზე, რომ ის რაც მოხდა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენზე მუშაობს. და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. შემდეგ უკრაინელები, რომლებიც ჩემს მიმართ ძალიან აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ივნისის თვეში, როდესაც იყო აი ეს გადაცემები, ეხლა უკვე ბოლოს 2 კვირის წინ ვიყავი ჩასული, აი ესე ისხდნენ და ჩვენ მართალი ყოფილხარ რომ მითხრეს, იმიტომ რომ აი სახურავის თემა იყო უკვე ზედმეტი. ჩვენ დავკარგეთ 160 სოფელი. ანუ ასე თქვი, მართლა ციტირება. 160 სოფელი და ვთქვი რომ აი რუსულად როგორ თქვი, რომ პაწირიანი? პაწირიანი სტოში ისე ძირივენ, ხო? არ უთხარი რომ აი წაგვართვით. როგორ არ უთხარი, მაგას სულ ვამბობ. მაგას სულ ვამბობ, რომ ეს მოხდა იმის შედეგად, რომ თქვენ გამოიყენეთ ძალა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ალბათ სააკაშვილი თქვენზე მუშაობდა, სხვა შემთხვევაში არ მესმის როგორ მოხდა. იგივე უკრაინაში რაც ხდება, რომ ალბათ იგივე თქვენზე მუშაობს ეხლაც, იმიტომ რომ უკრაინა ქვეყანა აღარ არის, ხო? 44 მილიონი ქვეყანა არის რაღაცა აი ეს სხვადასხვა სააკაშვილის ბრალია, ლალი? აგრძელებს. გაგრძელება მაიდანი. არა, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის თავარი სათქმელია, რომ ებრძვის პოროშენკოს და ებრძვის ოლიგარქიას. ამ შემთხვევაში ანუ რას აგრძელებს? ეს როგორი დიდი თამაშია და როგორ ფიქრობ, ხა პოროშენკოს დაჭერა უნდა ვერ იჭერს, იქ რაღაცა მართლა რეალურად რაღაცები. მე კუდები მოყვება ამას, რომ რეალურად მოსკოვისკენ მიძეს გზები, რითიც ფინანსდებოდა ეს მაიდანი და ის უკრაინელები, რომლებიც მიშასიანები არიან, პირდაპირ ყვებიან, რომ $300 ვიღებთ ყოველდღეო. პირდაპირ ეს არის შტაბის წევრებზე ვსაუბრობ მე. ანუ გენერალური შტაბის წევრები, რომლებიც რატომ მიდიან ისინი მოსკოვში? კაი, ჩვენ უკვე დავამთავრეთ და ერთადერთი თუ იქნებოდეს რაღაც აღდგეს დიპლომატია და ასე დავიბრუნოთ, იმიტომ რომ გასაგებია რომ დასაბრუნებელია ეს ტერიტორიები და თუ რუსეთს არ მოველაპარაკეთ, სხვანაირად ძალიან გაჭირდება ეს ყველაფერი. რატომ ჩადიან მიშას, ასე ვთქვათ, სასტავის ხალხი, რომელიც მთელი დღე სხედან სხვადასხვა რუსულ გადაცემებში და ისინიც იღებენ ჰონორარს. ანუ კარგი, მე მოწვეული ექსპერტი ვარ და ვთქვათ, ეს არის ჩვეულებრივი ხელფასი, როგორც იღებს ყველა კიდევ ერთხელ ყველა მონაწილე. მაგრამ როდესაც შენ მხარე ხარ და მე გახარ ბუღალტერიასთან და იღებ ხელფასს, აი ამიხსენი ახლა რას ქვია? ეს ამბავი, ხო? საერთოდ ბოიკოტს გამოვაცხადებდი. ბოლო-ბოლო უკრაინული არხებიც საკმაოდ პოპულარულია და იმ არხებზე დავიცავდი ჩემ პოზიციას, მაგრამ აი ამაშია საქმე. როგორც ყოველთვის შენ კარგად იყიდები რუსეთში ამ ისტორიებით და ამ პოზიციებით, რაც ეხება. მე ვარ პიარ ტექნოლოგი, რა ცხადია. ანუ მე ვარ პიარ ტექნოლოგი, შესაბამისად ვარ წიგნების ავტორი, იმაზე მეც რაც მიწერია წიგნში, მე იქ არაფერს არ ვამბობ. ეს წიგნები პოპულარულია საქართველოში და კარგად გაიყიდა საქართველოში, შესაბამისად რა თქმა უნდა ჩემი ინტერესიც არის. იქ ვიზიტის დროს პირველად როდესაც წახვედი და შემდეგ როდესაც გადაწყვიტე რომ თუ კი მოგიწვევდნენ ინტენსიურად წახვიდოდი, რაღაც რუსეთუმეს იარლიყი გექნებოდა. იცი რა, სადაც კახუჩელას არ აქვს რუსეთუმეს იარლიყი, პირდაპირ პუტინის არხზე მღერის TNT-ზე, სადაც ეხლა შარშან ახალი წელი გახსნა TNT-ზე კახუჩელამ, არაფერი საწინააღმდეგო კონსტატაციას ვაკეთებ. სადაც მგზავრები არ ჩამოდიან სცენიდან, მე უბრალოდ ჩამონათვალს ვაკეთებ იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ სააკაშვილის კარის მომღერლები იყვნენ, ხო? ისინი გადასარევად არიან. მაგრამ ისინი პოლიტიკაზე არ საუბრობენ იქ მაინც. უარესი პოლიტიკაა ეს. როდესაც შენი კულტურა გაგაგ და ჩოხით ჩადიხარ და სცენაზე ჩოხით დგები, ხო, აი კახუჩელას შემთხვევაში, ხო? ჩოხით ავიდნენ ის იმ გოგონებთან ერთად იმღერეს. ეხლა მე არ ამგონია რომ მე ჩავდივარ როგორც ერთ-ერთი უცხოელი პოლიტოლოგი, ანუ მე ჩავდივარ ფრანგთან, ამერიკელთან, უკრაინელთან, მოლდოველთან, პოლონელთან ერთად და მათთან ერთად ვართ და ყველა ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციას და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ვიღაცა მიდიოდეს და საქართველოს იცავდეს. იმიტომ რომ მე მუდმივად მეუბნები რომ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, ჩვენ ტერიტორიებზე გვექნება თქვენ
ჩვენთან სალაპარაკოთ. აი, როდესაც ეხლა არ აქვთ ძალიან მარტივი პერიოდი, იმიტომ რომ არჩევნებია, არ იქნება ეს არჩევნები მარტივი. მე არ დაგავსყოს გიორგი, რომ ძალიან კარგი თავა ქსიუშა მაგალითად სოფჩაკი, რომელიც ძალიან ღია ოპოზიციაში უდგას. მე მათთან ვსაუბრობ. მე უნდა ვისაუბრო ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან, ოპოზიციონერებთან, ხო, ნავალნის თასთან, რომლებიც არ გეგონოს, რომ ძალიან მარტივად არის სიტუაცია მოსკოვში და შეიძლება ნებისმიერ წუთში აყირავდეს და დამთავრდეს ეს ეპოქა, რომელიც რუსებისთვისაც კაბალურია უკვე, იმიტომ რომ მორიგი სანქციები ელოდებათ, მორიგი პრობლემები და ძალიან დიდი პროცენტი არის იქითკენ გადახრილი. სხვათა შორის 2 დღის წინ წარადგინეს ახალი კანდიდატი, ჯერჯერობით როგორც პარტიის ლიდერი, სამწუხაროდ გვარი ვერ დავიმახსოვრე, რომელიც გააგრძელებს, რომ თუ პუტინს ნახეს, რომ ნამდვილად რეალურად ზამძიმეთ, ეს არის ესეთი NZ запасной варианტის ამბავი აქვს გათამაშებული რა. ანუ არ არის მარტივი. მე უკვე გაყვალული მექნება გზა, რომ მე იმ ოპოზიციონერებს ველაპარაკები და ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, მიმოწერა გვაქვს ერთმანეთთან, რომ ახალი ტიპის ქართულმა პოლიტიკოსებმა, ახალი ტიპის რუსეთის პოლიტიკოსებთან უნდა დავიჭიროთ საქმე, რომლებიც ცნობენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აი ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. უბრალოდ გიორგი ცირაშია ძალიან დიდი პრობლემა. რომელი ცნობს, რომელი? ცნობენო ოპოზიციონერებიო. ქსიუშა მაგალითად ქსენია საბჩაკთან საუბარში ძალიან ხშირად აფიქსირებს, რომ აი ეს არასწორად იყო როგორც ახლა კრიმთან დაკავშირებით, ხო, ისევეა ზუსტად ოსეთთან და აფხაზეთთან. ანუ ძალიან ერთი პრობლემები გვაქვს. ოსეთი არა. ოსეთი არა, ეგრეთ წოდებული. ანუ შენ ამბობ. ეგრეთ წოდებული. ჩვენ როგორც ვეძახით, ჩემი მინისტრის მოადგილეობის პერიოდში ყველაზე სწორი სახელწოდება არის ცხინვალის რეგიონი და ასე ვამბობდით ჩვენ და ეს ყველაფერი არის ცხინვალის რეგიონი რატომ? ოფიციალურად ასე არის დოკუმენტურად, ანუ იცი რატომ? იმიტომ რომ სოხუმის რეგიონი რო ვთქვა. არა, ცხინვალის რეგიონი რატო იცი სამხრეთ ოსეთი გაცილებით მეტია ვიდრე რამდენიმე სოფელი ხო არ არის იქ რამოდენიმე კიდე ძალიან სერიოზული რეგიონია. სამაჩაბლო არ მოგწონს ვარ. არ არის მარტო სამაჩაბლო ხო არ არის იქ ძალიან ბევრი ადგილია არა, კიდე. მარტო სამაჩაბლო არ არის, უბრალოდ დაერქვა მე ამ არა, მარტო სამაჩაბლოს გარდა ძალიან ბევრია კიდე, ხო, იქ ტერიტორიული ერთეულები, რომელიც მარტო სამაჩაბლოთი რატო შემოვიფარგლოთ? მეტია გაცილებით, რომელიც ქართული იყო. ქართულ ოსური სოფლებია. რეალურად ეს ოფიციალურ დოკუმენტებში ცხინვალის რეგიონი ქვია და არ გადაარქვა ჯერჯერობით არავინ და მაშინ შეეძლო რომელიმე მთავრობა შეეცვალა, არ შეცვლილა ეს სახელწოდება და იყოს ნეტა ცხინვალის რეგიონი იყოს ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ საქართველოსთან უჭირთ უკვე პირდაპირ საუბარი, იმიტომ რომ რუსული ხდება ძალიან რთული ენა, საკონტაქტო, იმიტომ რომ გავიწყდება ეს რუსული, აღარ კონტაქტო ქართველებს. ანუ ახალი თაობის პოლიტიკოსებმა აღარ იციან რუსული, ხო და გასაგებიც არის. გასაგებია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური საუბარი იმის გამო ვერ შედგება, რომ რუსული ენა შეიძლება კარგად არის. ჯერჯერობით, აი ცირა არ, მე გეტყვი. ამერიკელიც, პოლონელიც, ფრანგიც, აი ვინც მონაწილეობს გადაცემებში, ყველა მიცის რუსული. ანუ არ უწევთ თარჯიმნით საუბარი. შესაბამისად, ისინი ვინც რუსეთზე მუშაობს, ის ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, მე არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა, ნორმალურმა პოლიტიკოსებმა, ვისაც ანალიტიკა აქვს, ვისაც განათლება აქვს მიღებული, მან არ იცოდეს რუსული, რაღაც ეჭვი მეპარება. რთული, აი ცირა არის, ერთი რუსული ცოდნა და მეორე პოლემიკაში შესვლა. მე მაგალითად არა, ლალი, მაგალითად გავიხსენოთ ზუსტად გამსახურდია გადასარება და ბრწყინვალე იცოდა, მაგრამ არ საუბრობდა რუსულად. სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ჩემი ინფორმაციით ზუსტად იცის რუსული, მაგრამ არ ისაუბრა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი. ხო და მე გეუბნები რა სიტუაცია ეხლა, რა თქმა უნდა, რომ ჩადიხარ პოლემიკაში, ხო უნდა შეხვიდე. მე ჩავდივარ ხოლმე, თქვა საჩხუბრად ვიღაცა ადრე უკრაინელები იყვნენ, თქვა ვიღაცა. კაცო, სირცხვილია შე რუსული გვარის მატარებელი ხარ და რუსული მე რუსული გვარის მატარებელი რო ვარ, მხოლოდ გვარის მატარებელი ვარ და ცოტათი გენის, ხო, თორე ქართველი ვარ და ცოტა პატარა ამბავი არ არის. გეგონოს შე, მე ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული რა, ასეც არ არის. გასაგებია, მაგრამ რუსული გვარი გაქვს, შენ რო სულ რუსულად ილაპარაკო, ზოგადად ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის და ვერ დაგადანაშაულებს, ხო ესეა? რა, რუსულად? სულ რუსულად რო ილაპარაკო. არა, ხო და რატომ უნდა ვილაპარაკო? მე პირიქით ყველას ვერჩი, ვინც საქართველოს ცხოვრობს და ქართული არის. როგორ შეიძლება ხა აქ სკოლა დაამთავრო, ისწავლო ამ ეს ქვეყანა გინდოდეს და გიყვარდეს და ქართულად არ საუბრობდეს. არ გიფიქრია, რომ რუსულ ენაზე გააკეთო გადაცემა, სადაც შენ გექნება, ასე ვთქვათ, პირდაპირ კავშირი და გეზი, ვთქვათ, რუსულ ენოვან აფხაზებთან და ოსებთან. ნუ ჩვენ ხო გქონდა ხა მე ვიყავი ვესნიკის წამყვანი, ხო ბოლოს და ვესნიკი გადიოდა 6 საათზე და ნუ ეს რომ მოწელს იყო. ხო, მაგრამ სხვა
სხვათა შორის მინდა გითხრა რომ მაინც მნიშვნელოვანი იყო და მე ერთ-ერთი უკვე სააკაშვილის დროს იყო მადლობა პროექტი გახსოვს როდესაც სომხურად, ოსურად, აზერბაიჯანულად და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ რუსული ენა ამ შემთხვევაში როგორც ამიერკავკასიის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო და არა როგორც ტრისენა და ასე შემდეგ, ხო? და ამიტომ გაფუჭდა. მე ისე ლალი შენ თავს მშვიდობაა? რას გულისხმობ? ყავისმა დაუწყია და არა და როდის არ ვსვამდი? იმდენს ლაპარაკობდი რომ ვერ ვასწრებდი. კაცო, ყავას მთელი ცხოვრება რა ვიცი, ჩაის ანჭებდი. მასე სიგარეტს სულ არ ვეწევი და მთლად მშვიდობა. ეხლა ხوار დაიწყე. არა, არ დავიცი. იმედია მარიხუანაზე არ გადახვალე ახლა ლეგალიზება. არა, მე მაგის წინააღმდეგი ვარ. ქუთაისში ხსნის ჰაბს. კაცო, ახსნილი მაქვს. ხალხიო შიმშილით კვდებაო და ლალიმოროს კინაო აქ რაღაც ჰაბებს ხსნისო ქუთაისში. ისე უნდა თქვა რომ არანაირი გასართობის საშუალება არა და ძალიან უჭერთ გართობას ხოთა შორის. პირდაპირ ჰაბი ცოტა როგორ იმუშავა ამ. აი მე გეტყვი ხა ქუთაისი გადაიქცა ასე ვთქვათ ტრანზიტულ ზონად და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ უცხოელებია ძალიან ბევრი. ის უცხოელია ხა დღისით ბაგრats რო ნახავს, ხო საღამოს გართობა უნდა. რეალურად ეკი, მაგრამ ჩაგივარდება აცი ბიზნესი არა მარტო შენ, არამედ ძალიან ბევრს და ჩვენ გაგვიჭირდება ცხოვრება, იმიტომ რომ აგერ დენი გაძვირდა უკვე, მართალია გვეუბნებოდნენ რომ 5 თეთრით გავაიაფებთო, შენი საყვარელი ხელისუფლება კი არა ოცნება თუ რა ვიცი როგორც უნდა ვთქვა, აგერ გააძვირეს გუშინ, წყალიც გაძვირდა, გაზიც გაძვირდება და რაღაცნაირი პოლიტიკაა, რომ ახალი წლის წინა დღეებში უნდა მოხდეს ხოლმე ცუდი ეკონომიკური ნიუსების ესე მიწოდება მოსახლეობისთვის. ეს ის PR ტექნოლოგია მიშასაც ესე ქონდა წინა საახალწლოდ ან ზაფხულში აკეთებდა ეგეთ რაღაცებს. ის ვაუჩერებს არ იგებდა საერთოდ და ეს კიდე ცალკე თემა იყო. არ არის კარგი, ვინ ამბობს რომ კარგია? ცალკე ტრაგედია იყო ვაუჩერები. გეოპოლიტიკურად ასეთ მნიშვნელოვან ადგილას ვცხოვრობდეთ, ხო რეალურად ჩვენ ვართ მოთამაშეები, მიუხედავად იმისა რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი სიტყვა გვეთქმის, ხო? წამოხვალ მაინც საქართველოს ესმის ყველას, ხო? ძალიან ცუდია რომ ეს პრობლემა დგება. მით უმეტეს ჰესებზე როცაა ლაპარაკი, მით უმეტეს განვითარებაზე, მშენებლობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ძალიან ცუდი პროცესია. საერთოდ მე ის ბოლო პერიოდი რაც ხდება პროცესები არ მომწონს. კიდევ ერთხელ რაც ბანკში ხდება ძალიან საფრთხის შემცველია. Facebook-ი აჭრელებულია როა რაღაცა სულელური ინციდენტი, შეიძლება სულელური ინციდენტი არ არის პოეტსა და პოლიციას შორის, მაგრამ ჩვენ ხონდა ვიცოდეთ საპირწონე რა არის. იცი რა არის? ხო, ზვიად რატიანის თემაზე რა. არ ფიქრობ არაფერს, ეხლა ადამიანმა დალია და ზედმეტი მოუვიდა, ამათ ძალა ვერ მოზომეს სავარაუდოდ და ნაცემია. პირდაპირ თქვა და გავაკეთო განცხადება, როგორც უნდათ ისე გაიგორ. მე ბორჯობში სრულიად ფხიზელი ვიყავი, როდესაც მანქანა მომიწოდა, ხო? მაგრამ ნახე, მე რო ყოფილიყავი თბილისში, გუშინ დავფიქრდი პირველად. თბილისში რო ყოფილიყავი და რეიდის დროს ესე გავეჩერებინე, თუნდაც ოდნავ ნასვამი ყო, არა ვარ ხოლმე ნასვამი, ის არა ვქი აგრესიული საერთოდ, მაგრამ აი ყოფილიყავი ნასვამი და რაღაცა იქ ყოფილიყო პოლიციელების მხრიდან თუნდაც შეურაცხყოფელი და ასე შემდეგ და ან რაღაცა. და გადაეწყვიტათ რომ განყოფილებაში გადავიყავ. თუ არ ვიცი როგორც იყო იქ. შესაძლოა მე მომსლოდა მათთან რაღაცა შელაპარაკება ინდონეზე რომ ხო იცი ერთ მეორე მოყვება და მე ამის გადაღება ძალიან მარტივია ყველაფერი. ძალიან წინააღმდეგი ვარ. ვაჩვენოთ მოსახლეობას და ადამიანებს რომ აი თქვენ რო გმირად გამოგყავთ ადამიანი ის აი იგინება. ეს რაღაცა ხო საერთოდ მე ვფიქრობ გასაჯაროება ვიდეოს არ შეიძლება ჯერ ერთი წინა საახალწლო დღეებია და რაღაცა აი ესე აზელილია მით უმეტეს სოციალური ქსელი ამ ცუდი ამბებით, მაგრამ ამ ცუდ ამბებში რა დააშავა ასეთი იმ ზვიადმა. კაი გავიგე რომ დააკავეთ და პროტესტი ქონდა. პროტესტი რო ქონდა, იმიტომაც მასეთი სიტყვებით პასუხობდათ, არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ რა დააშავა ასეთი რომ გადაყვანა და დაპატიმრება მოგიდათ მისი და ერთი ღამე. საერთოდ რატიანის გინება გაგვიდა. ნახელალი მე მგონი ორმაქს ტამდე მივედით რა, პრემიერი იგინება და ძალიანაც კარგიო, ღირსება დაიცვაო და რატიანი იგინებავ და ის უნდა დავსარჯეთო და კაცო გინება თუ დასჯადია, ყველა უნდა დავსარჯოთ. ეხლა უყურეთ ჩემო კარგებო ბიჭებო, ერთი რამეა, ჩვენ ამ ყველაფერში დავკარგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ეხა საქართველოსთვის ხდება. ეს არის ის რაც ხდება ბანკში. არ დავკარგეთ რა ლალი. ბანკისი არა. ბანკისეც უკვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. სპეცოპერაცია რაც ჩატარდა, ხო ადამიანს თურმე ეძინა იმაში. მე იმედი მაქვს რომ ეს ბიჭი 19 წლის ბიჭი გადარჩება, რომ ძიმე მდგომარეობაში ახლაც სმარტფონს თქვაზე არის და ყურადღებით ვუსმინე, აი უხუცეს რომელმაც ის სიტყვა წავიკითხე, რომელიც წარმოთქვა და ძალიან
გაწონასწორებული სიტყვა ხო, მაგრამ საფრთხის შემცველია. იქ ისეთი ნაღმებია ჩადებული იმ სიტყვაში, რომ თუ ასე არა, ასე იქნება, თუ ისე არა, ისე იქნება და პანკისია, გულია. არა, ჩვენ სწორად უნდა მივიღოთ, როგორც იქნებოდა საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. არ შეიძლება კუთხეებად დავყოთ. მეორე მხრივ ეს ადამიანი გეუბნება, რომ გეთქვათ და მე ისინი არიან გამოგიყვანდით. საქართველოს მოქალაქეები, ისინი არიან ქისტები, ჩეჩნები, რომლებიც დევნილობაშიც იმყოფებიან და საქართველოს მოქალაქეები არიან. მათ თუ აქვთ რაიმე სათქმელი, რომ თუ კი ჩატარდა სპეცოპერაცია, შემოუვარდით ძინარე ჩემს შვილს და ესროლე და კითხვის ნიშანია, ეს ჩეჩენი ქართველი იქნება, ეს თუ ისა მეგრელი ქართველი თუ საქართველოს მოქალაქეა და დავამთავროთ. საქართველოს მოქალაქე არის და ამიტომაც ვამბობ, ჩვეულებრივი შეკითხვაა, რატო არის ნაღმი? მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ არის არაჩვეულებრივი სიტუაცია, არსებობს ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, მექა ხანგოშვილი, არსებობენ ადამიანები, მე წლებია მათთან მეგობრობ კიდევაც გვითანამშრომლია, ჩემი და მამუკარიშდეს დაწესებული იყო პანკისობა 2 ნოემბერს ყოველთვის ჩავდიოდით ხოლმე და ძალიან კარგი დღესასწაული იყო, რატომღაც სააკაშვილმა მე ესეც სიმას აქნა ასე მოსპო ყველაფერი და მაინც ვთქვათ რა, რომ როდესაც საუბრობთ პანკიზეს დელიკატური თემაა, რადგან ამდენი ისლამურ სახელმწიფოს ქართველი ყავდა სათავეში, ამაზე ხო ვერ დავხუჭავ თვალებს, ახლა სირაქლების პოზიციიდან ხო არ ვისაუბრებთ. აი ხმას მე და ხმას საუბრობდით, აი ზუსტად ამით დავიწყე გადაცემა. ნახე, როდესაც ამერიკელები თუნდაც, ანუ ამერიკელები ძალიან მაღალ დონეზე აქვს გაწვრთნილი, როგორ ჩაატაროს სპეცოპერაცია და უამრავი შეცდომა მოსდით. თუნდაც ერაყში, როდესაც წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ და სადაც ტერორისტების ბუდე არის, ისლამური სახელმწიფოს ბუდე სადაც არის, იქ რა, ანუ არ ადამიანები ძალიან დიდი დაკვირვებით, თანამგზავრებით უყურებენ და ნუ იქ რამდენი ადამიანი მოძრაობს, არიან თუ არა ბავშვები, იმიტომ რომ ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა სადაც არის, იქ იბუდებენ ტერორისტები, როგორც თბილისში მოხდა ახლა. ამიტომ ეს არის ძალიან რთული საკითხი და ცოტა მარტივად დავადანაშაულოთ, არც ეს გამოვა ჩვენი სპეცსამსახურები და არც ის გამოვა, რომ უგულებელყოთ ჩვენ იმ უხუცესების განცხადებები. იმიტომ რომ 19 წლის ბიჭი ახლა არის შეერთებული, ის არის მართვით სუნთქვაზე და მთავარია ახლა ის გადარჩეს. და რაღაც სიტუაცია ამ ადამიანების ძალიან ბევრის ისინი ამბობდნენ, რომ ტერორიზმს უნდა ვებრძოლოთო, უბრალოდ ძინარეს არ უნდა შემოუვარდეთო და მე ეს მომეწონა ამ უხუცესების განცხადებებში. უხუცესებსაც ძალიან საინტერესო განცხადებები ჰქონდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის მარტივი სიტუაცია. მაშინ, იცი რა არის, მე იმ რეიდების მომხრეც ვარ, იმიტომ რომ რეალურად რაც დღეს ქუჩებში ხდება და ბავშვებში, არასრულწლოვანებში და ზოგადად ადამიანებში, რესტორანში ვიღაცას ისევ ის აღდგა, ხო იცი, ეხლა გამოდი გარეთ და არ გვინდა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ვისი პროფესიონალიზმის? სამართალდამცველება ისე იმუშავებს ჩატარების საქმეზე, რომ აი მართლა შეშურდებოდა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ისე იყო ჩატარებული ის ოპერაცია. გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა, მთელ კორპუსს აიყვან ცაში აიტანდნენ. ხო იცი ერთი ქვევრით სადაც 9 ქვევრს როგორ არის, ერთი თაგვი 9 ქვევრი, ერთმა თაგვმა 9 ქვევრი წაბილწაო რა ამჭირს დღეს. მეგობრებო, ლალი მოროშკინას მინდა კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა. ბოკერია და პატრიარქი. აი ესე დავარქმევ ამ ყველაფერს მოკლედ. შენ გედო სოციალურ ქსელში სტატუსი და სხვათა შორის შენი და ნაციონალების სტატუსები ძალიან გავდა ერთმანეთს. როგორ მოხდა ეს ამბავი? გითხარი. ანუ ნაციონალები აკრიტიკებდნენ ბოკერიას, იმიტომ რომ ისინი აღარ არიან ერთ პარტიაში, შენ აკრიტიკებდი ბოკერიას, იმიტომ რომ რა უნდა და არ ვაკრიტიკებდი ბოკერიას, საერთოდ არ ვაკრიტიკებდი. მე უბრალოდ 10 მცნება ჩამოვწერე, რის გარეშეც ვერ მოხვდები ტრაპეზზე უწმინდესთან, ვერ მოხვდები ზოგადად რაღაც მაღალ ეშელონებში. 10 მცნება ანუ 10 მცნების მიხედვით არის უწმინდესთან მოხვედრა? ნუ იცი რა, ყველაზე ნაკლებად ალბათ ბოკერიას. ხო არ ფიქრობ რომ სადაც თქვა ციანდის საქმეებია, სადაც თვალის წილ არის თურმე ეკლესიაში, იქ ყველაზე მეტად ეს იგი ბოკერიას ადგილიც იყოფილა? არა, ირღვევა. სადაც ახლა ირღვევა 10 მცნება. რატო თხოვთ ბოკერიას ყველაზე მეტ პასუხს? საერთოდ არ ვთხოვთ. ჩვენ საზოგადოებას ალბათ გვაინტერესებს ვინ ადგენს ხოლმე მსგავსიებს, იმიტომ რომ წესით ბოკერია, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს და ამბობს ცალსახად რომ ათეისტია, ხო და რაღაც შორს არის ამ ყველაფრისგან, უბრალოდ ტრაპეზზე მაშინ არ წავალ. ტრაპეზზე იესო ქრისტე ტრაპეზზე რომ საერთოდ განსხვავებულ ხალხთან იყო, ხო იცი? ხო და მე კიდევ ერთხელ მე არ გამიკრიტიკებია ბოკერია, დაპატიჟეს და მივიდა. რა სისულელეა? ქვეყანაში გვაქვს ვიცით ადამიანები, რომლებიც არიან ათეისტები და აშენებენ ტაძრებს.
არ დამაკონკრეტებინო, ეხლა მე გეტყვი თუ კი. ხო, ანუ ვიცი, კარგად. ათეისტი უნდა იქნება მივხვდე, ხო, ეს, მიზეზს გეუბნება. როგორც ქრისტეს დროს იყო, თქვა, ფარისეველი იქნებოდა ეს, მეძავი იქნებოდა ეს, თუ იქნებოდა, რა ქვია, მებაჟე კიდე რა იყო მან, რაც ეს სტიგმებად. ლოგიკას მინდა ხოლმე ჩავწვდე, თორე ჩემთვის სტერეოტიპებად რო გქონდათ, მაშინაც ხო იყო დაყოფილი იესო ქრისტეს დროს სტერეოტიპებად კატეგორია საზოგადოების. ის ისეთ კატეგორიასთან იჯდა, ჭამდა და სვამდა და ტრაპეზობდა, რომელიც ფარისევლებისთვის იყო მიუღებელი და ეუბნებოდნენ, შენ რა გინდა, რატომ ჭამ მეძავებთან და რატომ ზიხარ ფარისევლებთან და იმათთან, რა ქვია, მებაჟეებთანო და ის ამბობდა, რომ სწორედ მათთან უნდა ვიყო მე. და ესე იგი მივსულვარ. არა, ეხლა მე ბოკერიას არ გულისხმობ ამას. ანუ მე ათეიზმი რადგანაც ასე წინა რა იცი, რომ ათეისტია ბოკერი. არა, მივსულვართ ნირვანამდე, რომ გვაქვს ისეთი იდეალური მდგომარეობა, რომ ასე ყველა ერთად ტრაპეზობს. კარგია. მე სხვა რამეს ვამბობ. არა, შენ 10 მცნებლა რო ახსენე, და მაგიტომ მე ჩემი 10 მცნება დავწერე რა, ეხლა ვერ გავიგე, მე ცხაშები ვიოხუნჯო, ხო შემიძლია ახალი იმდენად მაგარი სტუმარი რა იცი იუმორით თუ არ შეხედეთ რაღაცებს არ შეიძლება. თან მეორე ნაწილი სტუმრებისაც არის ასევე ძალიან მაგარი სტუმრები ყავს. მოკლედ ვერიკო და თემო და არ მინდა რომ მათაც წავართვათ დრო და რა გავაკეთო. არა, მე უნდა წავიდე, ჩემი საქმეები მაქვს და ლალი, მაშინ გითხარი, შენ, აქ ჩამოგიждდა ხო შეიძლება. ჩვენ ვართ ორივე მორიელები და ჩვენ გვიყვარს ცხოვრება. ჩვენ ვართ მორიელები, რომლებსაც შეუძლიათ ფენიქსებურად აღზრდნენ ფერფლიდანაც კი. სხვა შორის ძალიან კარგი წელი გველოდება, წარმატებული ასტროლოგებმა გითხრეს. და მოდი, აი ვუსურვე ჩვენს და იგივე შენს მაყურებელს, რომელსაც ჩემამდე რამდენიმე თვე შენ მასპინძლობდი აქ ეთერში. მოდი ვუსურვე ახალ წელს ის, რაც შენ გინდა გულით უსურვო. პირველ რიგში მშვიდობას, იმიტომ რომ უღრუბლოცა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. დანარჩენი მშვიდობა გულებში გქონოდეთ, ისედაც იქნება აღარ გინდათ ერთმანეთის ჭამა. იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, არ გინდა რა წუთში დაწყნარდები, გარემოც დაგიწყნარდებათ. მე ასე ვცხოვრობ დიდი ხანი და ნაოჭებით აღარ ჭამა, ისეთი მიჩნდება. ბედნიერი ვარ, ელექტროენერგია რო გაძვირდა, ისეთი ბედნიერი ვარ, ადროს ჭამა და აი რო ასეულია ნეგატივი რო შემოიტანოს რა. აი რა შემიძლია იანვარში გნახავთ ორივე ეს ერთი როგორ სახალხო გადააიღო. დღეებია, ხო შეიძლება რაღაც პოზიტიურზე ვიფიქროთ. არა სამაგერ მე შენ გეტყვი ძალიან კარგია გაყინულ ოთახში ძილი მე მივმართე ამ ხერხს გამორთეთ ელექტროენერგია და ნაოჭები არ გაყინული არა მაგრამ არ დამჭირდებათ ბოტოქსები ხო სითბო ზედმეტ სითბო არ არის საუცილებლად ლალი გაგდებ ისევ ფაბრიკიდან აი რა გავაკეთო მოდი გაკოცო ჩაგეხუტო და დიდი მადლობა მინდა გითხრა და მოგბრძანდით ჩვენო მშვენიერს უმრებო ესე იგი ახალი წლის გადაცემა მაქვს მეთქი და ლალი ხო შავებში მომადგა მაგრამ მაინც ფეხსაცმელი ციფელიქოთ. ესენი ჩავფერებში, მუქფერებში არიან. მაგრამ სამაგეროდ ფერები, ლამაზები და მშვენიერები. შეკპირდი, მაგრამ რაღაც დავაზიანე, გამარჯობა. ჯერ არ მოსულხარ იბერიაში და უკვე რაღაცა სახელური. გიორგი მე იბერიაში მოსული ვიყავი პრინციპში ისე ამ ნაწილში სტუდიის. შენ გაქვს ამოჩენებული ერთი ძალიან სასაცილო ისა როგორ არის იგი იგივენ თავი და? სად დავსხდეთ? აი სადაც თქვენ პირველად ვარ თქვენ სტუდიაში. შენ სად დაждები? ფაბრიკაში პირველად. ფაბრიკაში პირველად ვარ, თუმცა იქით ხარეს იყო ჩემი სტუდია, ძალიან მომენატრა თქვენი. კი ბატონო, მომენატრა იბერია ყველა თანამშრომელი და მოგესალმებით ყველას შუაში. მეგობრებო, მაქვს რომ კადრში გამოჩნდები კარგი. მეგობრებო, ახალი წელი მოდის და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს აბედნიერებთ ადამიანებს სიმღერებით. თემომ დაწერა სიმღერა შემდეგ ჩაწერეს ეს ვერიკოსთან ერთად, ანრი ჯოხაძეს მოასმენინეს, ანრი ძალიან მოეწონა ეს სიმღერა, გადაირია გაგიჟდა და მეც სხვათა შორის და გადაწყვიტეს რომ გადაიღოთ კლიპი, კლიპი გამოვიდა ფანტასტიკური და ყველაფერი ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომღერლები, საუკეთესო საახალწლო განწყობა სიმღერაში, საუკეთესო ტექსტი, საუკეთესო ვიზუალი, ყველაფერი აბსოლუტურად თან იტრიალებს, მაგრამ მე როცა შეგვისრულებთ სიმღერას, კიდევ აჩვენებთ. კარგია რომ კადრები გავუშვით. მოდი ვილაპარაკოთ რა. აი რატომ მოგიდათ ასეთი თბილი რაღაცა ახალი წელი წელს? მაგარი კითხვაა. იცი რა არის ეს პრინციპში ტექსტის დამსახურებაა, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე დავგეგმეთ, ვიდრე წინა საახალწლოდ მოგვინდა.
პრინციპში თემამ უკვე მზა დაწერილი ტექსტი ან მუსიკა მომასმენინა და გაზაფხულზე მაისში ჩავწერეთ ეს სიმღერა. რატომაც ყოველთვის ისე გამოდის, რომ ახალი წლის პერიოდში მე პირადად რაღაცა ვაქტიურდები ხოლმე და ჩემს რეპერტუარში საახალწლო სიმღერები არც თუ ისე ცოტაა. ეს არის დამსახურება იმის, რომ მრავალი წლის განმავლობაში საახალწლო პერიოდი, როგორც ყველა მომღერლისთვის, ჩემიც არის ხოლმე დატვირთული და შესაბამისად რაღაცებს სულ ვაკეთებთ მე და ჩემი კოლეგები. ეს სიმღერა თემას მე მგონი ყველაზე საერთოდ ვერიკოსტის რაღაცნაირი ეს გახდა, რა ქვია, სინოპტიკურ ამბებზე, იმიტომ რომ მისი ჰიტი განსხვავდება მოგონებებს ასრულებს და ეხლა თოვლს და მანამდე კახასთან ერთად დეკემბერი ჩაწერა. დეკემბერი კი ბატონო, მე კვირის წინ. ანუ დეკემბერი, მე ზამთარი თოვლს და ეხლა მითხარი შენ რაღაცა ძალიან სევდიანია, თან ისეთია თბილია, თან არის, ну რაღაც ძალიან კარგია ხა მოისმეს ისე ჩვენი მაყურებელი. ერთადერთი ადამიანია, მე მგონი გიორგი ვინც დაინახა სევდა. ხო, იმიტომ რომ სწორად, იმიტომ რომ ანუ რაღაც ძალიან ბედნიერები არიან ხოლმე ამ სიმღერას რო უსმენენ და რეალურად არ ხო და ეგ არის საინტერესო, რომ ისე ხო უცნაურია, იმიტომ რომ თან სევდა აქ და თან აბედნიერია. ხო, ალბათ ის რომ არის ამაში რა თქმა უნდა არანჟირების დამსახურება, რომელიც ჩვენმა სასიქადულო მუსიკოსებმა ლევან დეისაძემ და ასე შემდეგ პატა ანდრეაძემ და ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს. არის ეს დამსახურებაც რა თქმა უნდა. და მაინც რაღაცნაირად ახალი წელი და ის რომ თოვლს ყველას გვიყვარს, როგორც საუბრობდით ერთ ჩვენ მეგობართან, არასდროს არ თოვლს ჩვენთან და ამიტომ ეს სიტყვა თოვლს აკეთებს ბევრ რამეს. სამაგეროს ჩვენთან შეიძლება არ თოვს, მოგესალმებით, მაგრამ ქართული ესტრადა განსაკუთრებით წინა წლებში, ხო, სულ მღეროდნენ, წვიმა იყო, თოვლი იყო, ქარი იყო, ქარიშხალი იყო და კაცო სულ მაინტერესებდა თუ ქვეყანა ინგრეოდა რა ამღერებთ მეთქი. რატო დომინირებს ქართულ სიმღერებში მუდმივად ეს რაღაცა წარღუნა და სტიქიური უბედურებები? ბატონი ხმა ვერიკო ძალიან გაეცინა და მინდა რომ პასუხი გასცეს. იცი რა არის, მოგესალმებით. გამარჯობა. ყოველ შემთხვევაში, ან ბევრი წლის განმავლობაში, ესე იგი, ყველა ამბობდა ამას, რომ ქართულად არ იწერება ძალიან ბევრ თემებზე. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისები ამ წლების განმავლობაშიც და თემოსაჯაია მგონია არის ის ყველაზე კარგი გამონაკლისი, რომელსაც შეუძლია არა მარტო სიყვარულზე და რაღაც სტიქიაზე დაწეროს, არამედ სხვადასხვა თემებზე დაწეროს. და აქედან გამომდინარე, ალბათ უფრო მეტი და სიმრავლე არის, უფრო რაღაცა ისეთი ზოგადი თემების, ვიდრე რაღაცა კონკრეტული ზოგადადაც მე მგონი არსებობს რაღაც მარადიული თემები რა, რაზეც თემო არ გამაგიჟო, წვიმა და ქარიშხალია მარადიული თემა. როდესაც გიყვარს ანთობა. აი მაგალითად, ეხლა გამახსენდა უბრალოდ მამუკა ჩარკვიანს, აი მითხარით, რამდენი აქვს წვიმაზე. ერთი სიმღერა აქვს ჯანსუღის ლექსზე, ჩემი აღარ ახალ მორჩა. სადაც თოვლი ფიგურებს ოღონდ გაატანით იმ. არა, ანუ შენ ისეთ თქვა გიდა, მამუკას გარდა სხვებს ყველას თოვლზე და წვიმაზე. არა, უმეტესობა დომინირებს. ეხლა თუ ჩვენ გავაკეთებთ, ხო, სხვათა შორის პრესაში თავის დროს დაიწერა ამაზე კრიტიკა, მე მახსოვს რეზო შატაკიშვილის წერილი იყო და საკმაოდ კარგი ანალიზი იყო რა, 1-10 წლის წინ დაახლოებით. გიჟდები რეზოზე, შატაკიშვილზე. მართლა გიჟდები რეზო. ჯერეთი ესე ხუნოთ რა შატაკიშვილი რეზო, ესე ხუმრობთ ხოლმე მან არ იცის და ეხლა თუ რო გაიგოს გაგიჟდება. მე თავიდან მოკლედ სპორტაშორის. არა, საჭიროა ერთ-ერთი კუთხით. სოციალიზმის კარიშულს იცნობ შენ? არა, ხო, მაგან თქვა ეს მინდა გავიცნო. რაც მოგივა დათაო შენ თქვი ხა მე იგიდევე თავიდან. ამას იმეორებს ეს არის ყველაზე კარგი საახალწლო სიურპრიზი წელს რაც გამიკეთეს ადამიანებს. სხვა შორის ბატონ ხმას რო უთხრა, ერთ-ერთი მიზეზი ამ ყოველფრის ისიც არის, რომ ბევრი წლის განმავლობაში ტექსტებს წერდნენ რამდენიმე ძალიან ისეთი ცნობილი 2-3 ადამიანი. და ალბათ ესე ყველასი არ გამოიყენება ესე სიმღერაში, ეგეც აღსანიშნავია, ხო? ხო, რა თქმა უნდა. არა, აი შენ არც არავის დაწერილი ტექსტი გჭირდება, პირდაპირ წერ ტექსტსაც, სიმღერასაც და ვაფშე სამტანცუის იცი რა არის საინტერესო? ვერიკო და შენ ამ სიმღერით ახალ წელს გამოდიხართ მერის კონცერტზე, ხო? სად მღერით, რომელ ლოკაციაზე? გალაზე თუ თქვათ სამადგილოს არის მე მგონი თუ არა, სამივე მე როგორც ვიცი არის გალა ჯერჯერობით ესე დეტალებში არ ვარ გარკვეული.
უბრალოდ ანუ პოპ შემსრულებლები იქნებიან რიყეზე. მე როგორც ვიცი, არის კიდე ორი ლოკაცია, სადაც ფოლკლორული ანუ ერთგან არის ფოლკლორი და მეორეგან რაღაცა კონცეფციები მერის. კი ბატონო. შეირჩა თქვენი სიმღერა. თავიდან რაღაცა სხვანაირად ჟღერდა ეს ყველაფერი. რამდენიმე თვეა ვერიკო ტურაშვილის სკანდალშია გახვეული მერის კულტურის სამსახურის წინააღმდეგ ის განცხადებებს სწორედ ტელეკომპანია იბერიაში არ ვერიკო აკეთებს ამ განცხადებებს. როგორც წესი მე გაიძულა და მე რა შეიცვალა და რა მოხდა. მე რაღაცა ინფორმაციებიც მაქვს და შენ თუ არ იტყვი პირდაპირ მე ვიტყვი. რა ინფორმაციები? მე ინფორმაცია მაქვს რომ ქართველ მომღერლებს პირადად კახიკალაძე დაუკავშირდა, დაურეკა და შესთავაზა კონცერტში მიიღონ მონაწილეობა. დაგირეკა თუ არა კახიკალაძე? კი ბატონო, დამირეკა კახიკალაძე და მხოლოდ მაგიტომ გადაწყდა ჩემი ამ კონცერტში მონაწილეობა, იმიტომ რომ მანამდე ვერ ვიტყვი რომ არ დამირეკეს, იმიტომ რომ თბილისობას ისეთი რაღაცა მართლა ხმაურიანი გამოვიდა, ჩემი არ მონაწილეობა და მე ამის გავახმოვანა ეს ყველაფერი და ცოტა იხმაურეს ტელევიზიებმა. ეს შემთხვევა იყო ის, როდესაც დამირეკეს, მითხრეს დაახლოებით თვენახევრით ადრე რომ მივიღებდი თუ არა მონაწილეობას. თვენახევრით ადრე არ მქონდა პასუხი იმ წუთში, თორე შეიძლება 2 საათში მქონოდა პასუხი, ანუ იმ წუთ უთხარი რომ ალბათ 2 დღე მაინც დამჭირდება მეთქი რომ მოვიფიქრო მეთქი, იმიტომ რომ ახალ წელს სხვა შემოთავაზებებიც მქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მითხრეს რომ ფორს მაჟორი იყო თვენახევრით ადრე. მაგრამ რატომ დაგირეკა? კახიკალაძემ რატო აკლიқа შენ ტელეფონის ნომერი ისე როგორც რამდენიმე სხვა მომღერლის? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, ალბათ გადაავლო თვალი იმ სიას და იმ სიაში არ აღმოჩნდი მე და კიდე რამოდენიმე მომღერალი, მარტო ჩემთვის არ დაურეკავს. რომლებსაც იცოდნენ რომ კახიმდე თქვენ დაგირეკეს, მაგრამ მან აღმოაჩინა რომ შემდეგ რამდენიმე უარი განაცხადა. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან გამომდინარე, რომ პრაიმ ტაიმმა რამოდენიმე მომღერალთან ჩაწერა პატარა ინტერვიუ და შეიძლება ეს ამის მიხედვით დაარეკეს რამოდენიმე მომღერალთან, სადაც მე დაურეკა კიდევ. მე როგორც ვიცი, ანდრის დაურეკა. სხვა არ ვიცი. მე როგორც გავიგე, სოფო ნიჟარაძეს დათანხმდა. სოფო ნიჟარაძემ თავიდან უარი განაცხადა, შემდეგ როგორც ვიცი, სოფო ნიჟარაძე დათანხმდა და საინტერესოა მას დაურეკა თუ არა კახიკალაძემ. არ ვიცი, იცი რა არა აქვს გიორგი მნიშვნელობა კახიკალაძემ დადირეკა. არა, როგორ არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სოფო ხუნწარიამ დადირეკა. სოფო ხუნწარიამ დარეკა ყველასთან და სოფო ხუნწარიამ. მე ვიცი რომ სოფომ დაურეკა მაიკო კაჭკაჭიშვილს. რაიმე ისეთი თქვათ ნეგატიური სოფო ხუნწარიას მისამართით მომღერლებსგან პირიქით ძალიან კმაყოფილია ყველა ასე ვთქვათ, მაგრამ კახიკალაძემ პირადად განახორციელა ზარისკენ მერი თვითონ რეკავს. სახელმწიფო განათებებზეც კახი დადის და თვითონ ერთვება. ეხლა ჩვენს ეთერში რეკლამა დაარეკავს. რეკლამის დროა. თვითონ ერთვება ყველაფერს, ყველა დეტალს თვითონ აკეთებს, ვთქვათ, ხანძარია იქვე გაჩნდება რაღაც არ ეს მისი მიმართულება პოლიტიკაა და აქ საინტერესო და სიახლე ის არის, რომ თურმე მომღერლებსაც როგორც პროდიუსერი თვითონ ურეკავს მერი და ეს რატო დაჭირდა, აი ეგ მაინტერესებს. ესე იგი რაღაცა მერიაში იყო კულტურის სამსახურში ისეთი რის გამოც დაჭირდა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ბრუნდებით, რჩება რამდენიმე წუთი და აუცილებლად შევასრულებთ სიმღერას თოვს, ვერიკო და კახა შეასრულებენ და ასევე კლიპს. ვაიმე, კახა რატო? ისე კახაც უნდა მოგვეყვანა ჩვენ რა. მოვიყვანოთ. ეს რა დაგვემართა. შენ უცებ დაურეკე. იმიტომ რომ თქვენ სამმა ადამიანმა დეკემბერში კლიპების პრეზენტაცია გამართეთ და ძალიან წარმატებული თქვენ გქონდათ. ვერიკო და თემოს შესრულებით სიმღერა თოვს, მოკლედ რეკლამის შემდეგ რა. მეტი სისუფთავე. ყველა რესტორანს ბევრი კმაყოფილი სტუმარი. ბევრი ესეთი ქართული მიწა იყო შიგ. ყველაფერი გაატყავა დაითარაზე და მოდი. ხარესჩინა. ბარი მეჩქარება, გიხოწები. დაიმე მოკლა მომაც. გადავახვიერ. გამარჯობათ, მე ვარ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე. ეს ტორტები როდის არის დამზადებული? ნაგვის ყუთი აქ დაუშვებელია რომ იდგას. პირველ რიგში არის დეზობარიერი. არ მუშაობს. ამას რო თქვენ მოუაროთ, აქ ერთი ნამცეცი არ იქნება. ხუთშაბათს 23 საათზე სახალხო კონტროლი იბერიაზე.
სულქნეთის საახალწლო საჩუქარი თბილისის აბონენტებს 35 მეგაბიტ სამი ინტერნეტი 230-მდე არხი თვეში მხოლოდ 35 ლარად 6 თვის განმავლობაში ინსტალაცია უფასოა სულქნეთი ჩვენთან უკეთესია ავეჯის სალონში მარკო საახალწლო ფასტაკლება დაიწყო. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავეჯი 20%-იანი ფასტაკლებით. იჩქარეთ, აქცია გრძელდება 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით. ახალი 100%-ით ნატურალური ჩაი ტიფსონი პირდაპირ ცეილონიდან. სათუთად არჩეული ნამდვილი ჩაის ფოთლები შენს ფინჯანში. შავი ჩაი ინგლისური საუზმე, შავი ჩაი ერლ გრეი, მწვანე ჩაი ჟასმინით. შეიგრძენით ტიფსონის ჩაის გამაცოცხლებელი არომატი. გელვე წარმოგიდგენთ საუკეთესო ხარისხის საკონდიტრო ნაწარმსა და ტრადიციულ დესერტებს. გელვეს პროდუქცია გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი და ყოველთვის იწვევს ღიმილს მათ სახეზე, ვინც ძალიან გვიყვარს. გელვე აუცილებელია ყველა დიასახლისის სამზარეულოში. დამზადებულია პოლონეთში. ბრაზილიის, ჰავაის და კოსტა-რიკის პლანტაციებში მოყვანილი და შეგროვებული საუკეთესო ყავის მარცვლები. თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმული მოხალვის ძველი ტრადიცია. ჩვენ ვქმნით მსოფლიოში ყველასათვის ცნობილ იტალიური ყავის ნაზავს. სეგაფრედო ძანეტის სურნელოვანი შემოთავაზება. ხსნადი ყავა ჰილსპროსი. გაულამაზეთ დილა თქვენს პატარებს დიამირის მრავალფეროვანი სიროფებით და соусებით. ხილის კოქტეილი, მარწყვი, კარამელი და შოკოლადი. მოამზადეთ ფერადი და გემრიელი დესერტები მარტივად და გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები. დიამირი თქვენი ოჯახის არჩევანია. საქართველოს უნივერსიტეტი. უმაღლესი ხარისხის განათლება. გაცვლითი პროგრამები. გადახდის მოსახერხებელი გრაფიკი. დასაქმების ხელშეწყობა. საქართველოს უნივერსიტეტი. Lifestyle Ergolaini აბაშიძის 22 რაც გამარჯობათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაი არიან ჩვენი გადაცემის უმრები. ახალ კოხიანიძეც სიგულისხმება ჩვენთან ერთად. და ძალიან კარგი საახალწლო განწყობა გვაქვს. ისა საცა არაჯობს გაცვლაჯობსო, სოციცკაშუმას უკვე მაკარაზმაც გადაცემაში თქვა, რომ იცოდა, მაკა მოგვაწოდა ახლა ეს. მოკლედ, ქართული ანდაზები კარგია, მაგრამ ქართული სიმღერები ყველაფერს ჯობს. მით უმეტეს თუ ამას ძალიან ლამაზი კლიპიც ახლავს. სცენას ვერიკოს და თემოს. კახასაც. კახას ჩვენ გულებში. კიდე. ბოლომდე. მე ვიცხებო, ვერა кайსამდე.
ბრავო. დაბძანდით. არსად არ გიშვებ. ყვირა, კაი. აი ეს საყვარელი ქალბატონი. მე მოვითხოვ რომ კლიპი ისევ ატრიალოთ ისეთი ქალბატონი ფატი ფულარიანი, რომელიც ახლავთ გორის თეატრის მსახიობი, ვეტერანი მსახიობი და ძალიან საყვარელი ქალბატონი. ახლოს მყოფი ხელოვნებასთან არა ისე რომ რაღაც. ხო, რა საინტერესოა რა კლიპის თვითონ შინაარსი, ანუ თქვენ მღერით თოვლია, გარეთ რაღაცა ფიფქები, ამბავი, განწყობა სევდა და ამ დროს ეს ქალბატონი ესაუბრება ძაღლს. დიდარი ქალბატონი, რომელიც არის მარტო. და ნუ ეს იმდიდრი არაფერს არ ნიშნავს, როდესაც ხარ მარტო და ანუ არ არის ისეთი რა, ჩვეულებრივი ლამაზი კლიპი, რაღაც თავისებური სევდა. ბოლოს ერთიანდებით ყველა და ისე მღერით, ბენდთან ერთად. ხო, ნუ დიახ, ეს ამ ქალბატონს რაღაცერად გაუმხიარულეთ ახალი წელი. მე მინდა რომ წინა საახალწლო განწყობა შევქნათ ასევე ვილოცვებით, იმიტომ რომ ნუ საახალწლო დღეებია უკვე და ჩემი გადაცემაც ხვალ უკვე ამ წელს 2017 წელს ბოლოჯერ გავა ეთერში. ხვალ ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს, მაგრამ აი ესეთი ყველაზე საახალწლო განწყობა მაინც უფრო თქვენთან მოვიფიქრეთ. ამიტომ მინდა რომ აი გზავნილები გაგზავნოთ მაყურებლისკენ, ვერიკო. სხვათა შორის მანამ სანამ ვუსურვებ, მინდა ვთქვა, რომ ახალი წელია, ახალ წელს, ანუ ღამე 12 საათი რო დგება, ნუ თუ არ დამავიწყდა ხოლმე რამოდენიმე შემთხვევა მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ჩავიფიქრე სურვილი და ის ნამდვილად ამიხდა, მართლა. მე სხვათა შორის. არ ვარ ზოგადად ესეთი ცრუმორწმუნე ადამიანი. ფეერვერკების დროს, ანუ ფეერვერკების ქვეშ რაღაცა ხო, აი 12 საათი რო სრულდება, მაგ დროს თუ არ გამეთიშა ტვინი და ეს ყველაფერი მახსოვს და ნამდვილად აი ისეთი რაღაც ჩამიფიქრებია, რომელიც შენ იცი ძალიან კარგად, მე ვარ ძალიან ისეთი რეალისტი ადამიანი და ისეც არაფერს არ ჩავიფიქრებ და ისეთიც ჩამიფიქრებია და ამხდენია, ამიტომ მინდა რომ სრულიად საქართველოს პირველ რიგში მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი და ვუსურვო სურვილების ასრულება, ჯანმრთელობა, სიკეთე და ყველაფერი საუკეთესო. თემო, შენ როგორც იბერიის სახედ ასოცირდები მაინც ხო მართალია ახლა აღარ ზიხარ ეთერში, მაგრამ იბერიის აჩვენილა თუ უფრო შენ საყვარელ მაყურებელს მინდა რომ ხო, მე მიულოცავ სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ სხვათა შორის შობას, ახალ წელს, მერე კიდე შობას, მერე კიდე ახალ წელს. უბრალოდ გვაქვს ეს დღესასწაულები, ბედნიერებას უსურვებ და რაც თავარია ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, როგორი ქვეყანაც ჩვენ გვინდა რომ იბერია ჩვენ ეთერში ნათქვამი გვაქვს. მე და თემამ, ესე იგი, ერთ სკოლაში ვსწავლობდი და თემოს დედა, რომელიც ახლა ალბათ გვიყურებს, ალბათ ნატა გვიყურებს ახლა ჩვენ ეთერში, მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით და ის იყო ჩემი გერმანულის მასწავლებელი სკოლაში წლების განმავლობაში. შენგან განსხვავებით მე გერმანული არ მასწავლა გერმანულს თურმე არ სწავლობდა და მე კარგად მასწავლა ნატომ გერმანული და მინდა გითხრა რომ ესე იგი მინდა ვუთხრა მაყურებელს რომ პლეხანოზე ვცხოვრობთ, ერთად ვიზდებით, ერთ სკოლაში სწავლობდით, მე იბერიაშიც ერთად და ნუ რა ვიცი, ხო ფაბრიკაშიც აგერ ერთად ვხედავთ. ესე უნდა გავაგრძელოთ სულ. არის ხო რაღაცა ეს ბავშვობის სენტიმენტებია ხო და მოკლედ რაღაც ვერ შევავსე დრო საეთერო და ხომ შვიდობა არის რა ხდება ვილაპარაკეთ რაზე ვილაპარაკოთ მოდი ისე ვილაპარაკოთ როგორც კადრს მიხვალ შენ მოგვიყევი შენს პატარა ნატაშკაზე რა მოგიყვა აი ესე უცბად კარგი გოგოა ძალიან გაგვაბედნიერა ყველა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი არავის არ აწუხებს პირიქით ყველას აბედნიერებს და რა ვიცი მადლობა ღმერთს რომ ის არის ამ სამყაროში ჩემი შვილი. ხვალ ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. ირინა სარეშვილი აპირებს ჩვენთან გადაცემაში მოსვლას. ესე იგი ვერ ახერხებდა ირინა აქამდე მოსვლას, იმიტომ რომ დღისით არასდროს დრო არ ქონდა. მოგეხსენებათ ის მას ყავს ძალიან ბევრი შვილი, პატარები და უვლის მათ და ამიტომ ხვალ გადაწყვიტა რომ ჩვენთან მოვიდეს და რაღაც განსაკუთრებული